მოგესალმებით ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებულებო. ამ კვირაში ვიგრძნობთ ცეცხლოვან მარსლომში მერკურის სწრაფ აზრებს ვერტში და ემოციური სავსემთვარეობის მოახლოებას მორიელში, გელოდებათ ცვლილებების ტალღა. დარჩით ჩემთან და გაიგეთ, რას გიმზადებენ ვარსკვლავები. კვირა იწყება მერკურის ვერტში გადასვლით, კომუნიკაცია ხდება სწრაფი, ზოგჯერ კი პირდაპირი და მწვავე. მარსი უკვე ლომშია, რაც გვავსებს მოხდით და გვიბიძგებს მოქმედებისკენ. კვირის ბოლოს კი ემოციური პიკია, 12 მაისს სავსემთვარეობა მორიელში, უკვე 10-11 მაისიდან იგრძნობა მისი ძლიერი ტალღა. ვერძი. მერკური შენს ნიშანშია, გონება სწრაფია, ენა მწვავე. ბევრი ნათქმამი სიტყვა რაღაც გარდამტეხ პროცესს გამოიწვევს. სავსემთვარეობა დაფინანსებას, ემოციურ შეხედულებებსა და შენს სიღრმეებს შეეხება. ფოკუსირდი გულწრფელობაზე და ნუ გამოიტან დასკვნებს ნაადრევად. კურო. შინაგანი სიჩუმე გახდება შენი საყვარელი ზონა ამ კვირაში. მერკური ფარული ფიქრების გააქტიურებას იწვევს, სავსემთვარეობა კი ურთიერთობის ან ქორწინების თემებზე დაგაფიქრებს. მოემზადე სერიოზული დიალოგისთვის ან გულიდან წამოსული გადაწყვეტილებისთვის. ტყუპები. საზოგადოებრივი კონტაქტები მატულობს, ხარ ენერგიული, კომუნიკაბელური, იდეებით სავსე. კვირის ბოლოს შეიძლება ყოველდღიურ ცხოვრებაში საჭირო გახდეს გადახედვა, რადგან სავსემთვარეობა რუტინას, ჯანმრთელობასა და სამუშაოს შეეხება. მოიცალე სხეულისთვის და ორგანიზებული მოქმედებისთვის. კირჩხიბი. პროფესიული გეზი აქტიურდება, შეიძლება მოგიწიოს ხმამაღლა საუბარი. სავსემთვარეობა კი სიყვარულის, შემოქმედების ან შვილის საკითხებზე ემოციურ ტალღას მოიტანს. გახსენი გული და აჩვენე შენი ნამდვილი ვნება. ლომი. მარსი შენს ნიშანშია, მოქმედების დროა. მერკურის პოზიცია მოგზაურობის, სწავლისა და პიროვნული გაფართოებისკენ გიბიძგებს. სავსემთვარეობა კი შინაგანი სტაბილურობის, ოჯახის ან საცხოვრებლის თემებს აქტიურებს. არ დაივიწყო სულიერი ზრდა. ქალწული. დროა გაარკვიო ფულთან, ემოციებთან და ადამიანებთან შენი კავშირები. სასწორი გახდება შენი ფინანსური, ემოციური და სიტყვიერი ურთიერთობების არენა. სავსემთვარეობა კომუნიკაციასა და მნიშვნელოვან ინფორმაციაზე გააკეთებს ფოკუსს. გაამახვილა ყურადღება დეტალებზე, განსაკუთრებით იმაზე, რაც უთქმელია. სასწორი. შეიძლება სასიყვარულო და პარტნიორულმა თემებმა განსაკუთრებული როლი შეასრულოს. მერკური გეხმარება კომუნიკაციაში, მაგრამ სავსემთვარეობა დაგაყენებს კითხვასთან, რას ვაძლევ და რას ვიღებ, დააბალანსე ურთიერთობები, ემოციურად და მატერიალურადაც. მორიელი. კვირის ბოლოს სავსემთვარეობა შენს ნიშანშია. მოემზადე ემოციური გარღვევისთვის, შეიძლება იგრძნო შვება, მაგრამ ასევე მზის შუქზე გამოვიდეს ის, რაც დაფარული იყო. იყავი გულწრფელი საკუთარ თავთან, ტრანსფორმაცია იწყება. შვილდოსანი. ენერგია გაქვს, თუმცა ემოციურმა ფონმა კვირის ბოლოს შეიძლება დაგამძიმოს. სავსემთვარეობა ქვეცნობიერ თემებს გახსნის, ძველი ტკივილი, გაურკვევლობა ან გადაუწყვეტელი შიში. გაწმენდა საჭიროა, წერე ილოცე ან უბრალოდ იყავი სიჩუმეში. თხის რქა. მეგობრები, გუნდი, სამომავლო ხედვები, ეს კვირის ძირითადი თემებია. სავსემთვარეობა კი გიჩვენებს, ვისთვის ხარ ნამდვილად საჭირო და ვისთან ვერ იყავი გულწრფელი. შერჩიე საზოგადოება, რომელიც გიძლიერებს და არა გასუსტებს. მერწყული. შენი ხმა უფრო ძლიერად ისმის, მერკური გეხმარება, რომ თქვა რაც გსურს. სავსემთვარეობა კარიერულ სფეროში განწყობის პიკს მოიტანს. შეიძლება დაგასაჩუქროს ან პირიქით, გაჩვენოს რისი შეცვლაა საჭირო, ლიდერობა ახლა იწყება, იყავი საკუთარ თავთან მართალი. თევზები. სულიერი და ინტელექტუალური სივრცეები ფართოვდება. სწავლის, მოგზაურობის ან რწმენის თემებზე ფიქრი გაძლიერდება. სავსემთვარეობა დაგეხმარება, გაიგო, სად ჩერდები და სად იწყება შენი ნამდვილი გზა. მიღწევი შინაგან ხმას, ის გეტყვის სიმართლეს. კვირის ენერგია ცვალებადია, მაგრამ შესაძლებლობებით სავსე. დაიცავით ბალანსი, მოусმინეთ გონებას და გულსაც და არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ არხი და აწკაპუნოთ მოწონებაზე და გაუზიაროთ მეგობრებს.